იყო განხილვა ამ საქმის თებერვალში, სტრასბურგის სასამართლოში და უკვე ვიცოდით, რომ რაღაცა ეს დროს საჭირო იყო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოვეტანათ მოსამართლეებს. ჭირდებოდა რეალურად, რომ იმ კანონდარღვევებზე, რაც განახორციელეს 20 იუნის ქართულ ოცნება, რომ იმაზე გაემახვილათ ყურადღება, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ეს შედეგი დადგა, რომ ამ რაღაცებზე გაამახვილეს ყურადღება და რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი 20 ივნისის დაზარალებულისთვის, ან თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინცი საერთო საქმეს იყო იწაღებული, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი დღე იყო ჩვენთვის. პირველი გადაწყვეტილება, ასე რომ ვთქვათ, რომელიც გამოიტანა სტრასბურგმა ეს გავასაჩივრად, იმიტომ რომ არ იყო გარკვეულ დეტალებზე ხაზგასმა და ეს მკვეთრი კომენტარები არ ჰქონდათ და შესაბამისად მოგვიწია რომ გაგვასაჩივრებინა, რომ ეს დარღვევები გამოეკვეთა გულისხმობ ქართული ოცნებების დარღვევები და დიდმა პალატამ საბოლოოდ ეს დასკვნა გამოიტანა დღეს. რეალურად 20 ივნისის საქმე რახან ჯერმად არ არის გამოძიებული ხო? საერთოდ არ აქვს გამოძიებული, ასე რომ ვთქვათ, პროკურატურას ის რაღაც გახარიას წინააღმდეგ რაც ჰქონდათ გამოკვეთილი ეს აბსოლუტურად მათთვის გაკეთებული იყო, ანუ მათ წისქვილზე რომ დაესხა წყალი ეს იყო მხოლოდ 20 ივნისის რაღაც ასე რომ ვთქვათ გამოძიება, შესაბამისად რა თქმა უნდა ორივე მხარეს თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენებს ამას, მათ შორის გახარიას გუნდის და მათ შორის ქართული ოცნების გუნდის. შესაბამისად ხა ჩემთვის და სხვა დაზარალებულებისთვისაც არ აქვს ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ორივე მხარე მაშინ იყო პარლამენტის წევრი, მაშინ იყო ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ გუნდის წევრი და შესაბამისად ორივე მხარე ჩვენთვის არის დამნაშავე. ხა თვითონ რას როგორ გაიყოფენ, ეგ მაგათი პრობლემაა და მაგათი საქმეა. ეს 6 წელი რაღაც ისეთი მდგომარეობა იყო თითქოს, რომ ერთ ადგილას ვიყავით გაჩერებულები, იმიტომ რომ არასდროს 20 ივნისის საქმე არასდროს არ იყო დასრულებული. ბოლომდე დასრულებული არც საქართველოს სასამართლოში და არც სტრასბურგში და მუდმივად ერთ ადგილას გაჭედილი შეცნება გვქონდა ყოველთვის და ეხლა რაღაც ეგ მომენტი მაქვს, რომ რაღაც ერთი საქმე მაინც დასრულდა, სადაც აბსოლუტურად ჩვენ ვიყავით გამართლებული. პირველ რიგში უდიდესი მადლობა საიას, იმიტომ რომ მგონია რომ რასაც ეს გუნდი აკეთებს დღეს საქართველოსთვის და მოსახლეობისთვის, არის ძალიან ცოტა აკეთებს ამდენ საქმეს და რა თქმა უნდა ამ საერთო არჩევნებში ვინც იღებდა მონაწილეობას თითოეულ ადამიანს და რაღაც არც ერთი ნაბიჯით არასდროს არ დაგვიხევია უკან და ყოველთვის მქონდა იმის იმედი, რომ ეს დღე საქართველოს სასამართლოში თუ არა რაღაც ევროპის სასამართლოში მაინც დადგებოდა.